ზეგი კარგად გასუფთავებული მეცხილი ანთამი უნდა გავიმშრალო და შემდეგ გადავიტანოთ აფაზის შესაძლებლად. აფაზე მაქვს მოთავსებული კარაქი, როგორც ზევიდან უნდა დავადოთ რაიმე მძიმე რადგან აი ესე მოვათავსეთ კათამი ამას ზემოდან უნდა დავადოთ რაიმე მძიმე მასა რადგან კათამი უნდა შემოყოს შემკალი როგორც აბაკი ისე თითქოს უროდამ კრესტალში იმავე ცხიმში, რაშიც კათამი შევწევთ, უნდა მოვათავსოთ ნიორი. უნდა მოვშუშოთ ნიორი. შემდეგ დავუმატებთ შემწვარი კათამის ნაჭრებს. მე ამჟამად ვაკეთებ კლასიკურ ვარიანტს, რომელსაც აჭირდება ნაღები. ერთმა ნივით. ასე თქვა კლასიკური შქმერება. ასე კაცო დამოშუშება. და შემდეგ ჩავაწყობ კათამის ნაჭრებს. და ჩავაწყობ ჩვენი კათამი ნაჭრები და ახლა დავამატებ წყალს. დასრულების შემდეგ შეხედავთ და გითხრათ, რომ ცოტა წვენებიათ, შეგიძლიათ დამატოთ. თუმცა გაითვალისწინებთ, რომ ძალიან ძლიერი არ უნდა იყოს. საშუალო. არ არის ეს წვნიანი კერძი. ცოტა აჭირდება თავისუფლად გაჩვენებთ ესეც ჩვენი შქმერება. მოამზადეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი.